გამარჯობა ბავშვებო. ესეთი კითხვა მექნება თქვენთან და მინდა რომ ყველა მიპასუხოთ ამ კითხვაზე. რა მოგწონთ ყველაზე მეტად ზოგადად ჰუმანურ კუნძულზე ჯერ? მას მე მომწონს ჰუმანურ კუნძულზე, რომ ძალიან კარგი განათლება არის და მას ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. დიდი მადლობა. საბა, შენ რას გვეტყვი? მას მე მომწონს ჰუმანურ კუნძულზე მასწავლებლები. მეორე ის მომწონს, რომ თამაშობთ და თამაშიც ვსწავლობთ. და გარემოც მომწონს და კინოკლუბიც. ძალიან მიხარია. ბარბარე, შენ რას გვეტყვი? რა მოგწონს? მე მომწონს ძალიან ჩვენი ჰუმანური კუნძული და მე მომწონს რომ ვაკეთებთ ყველაფერს და რასაც გეტყვით ხოლმე ყველაფერს გვისრულებთ და მასწავლებლებიც ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი მადლობა. მე მომწონს ჰუმანურ კუნძულზე, რადგან კარგად ვსწავლობთ, მხიარულობთ ყოველ გაკვეთილზე და ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. ძალიან დიდი მადლობა. საბა, მე მაინტერესებს, რომელი აქტივობა გიყვარს ყველაზე მეტად, რასაც ინგლისურის კლუბში ვაკეთებთ ხოლმე? ვიქტორინა. კიდე სიტყვები რომ დავიყავოთ და შემოვხაზოთ და თამაშით რო ვსწავლობთ ხოლმე სიტყვებს. კარგი. მარიამ. მას მე მომწონს teacher's aid და ტესტები. მას მე მომწონს teacher's aid, რომ და შემოვხაზო ასოები და სწავლა. მე მიყვარს crossword, იმიტომ რომ ყოველი გაკვეთილზე ძალიან მხიარულობთ, როცა ამას ვაკეთებთ და კიდე მომწონს თამაში. რომელი თამაში? teacher's aid. როგორ გგონიათ, თამაშით უფრო მეტად მარტივად ვსწავლობთ ხოლმე რაღაცებს თუ ისე წიგნიდან? ჩემი აზრით ორივე. ორივე. უფრო? სწავლით. ბარბარე, შენ რას გვეტყვი? მეც სწავლით. სწავლით გქონია, რომ წიგნიდან გქონია, რომ უფრო მეტ ვსწავლობთ. კარგი, მარიამ, შენ? მას ჩემი აზრით თამაშით. თამაშით უფრო მეტ ვსწავლობთ. კი. მეც თუ მარტივად? მარტივად. მას ჩემი აზრით თამაშითაც კარგად სწავლობთ და წიგნიდანაც, მაგრამ როცა წიგნიდან ვისწავლით და თამაშითაც იმ სიტყვებს ვიყენებთ თამაში, უფრო კარგად ვსწავლობთ. რომელი სიტყვა დაგამახსოვრდა ინგლისურში ყველაზე მეტად? აი, რომელი სიტყვა გიყვარს ხშირად რო იყენებ ხოლმე რაც ვისწავლეთ? Hello teacher. კარგი, მარიამ, შენ? My name is. ესე ეცნობი ხოლმე ხალხს? მე მომწონს tidy your room. Tidy your room. მე მომწონს how are you. კარგი. და რომელი სიტყვა გაგიძნელდათ ყველაზე მეტად? I am fine. იმიტომ რომ თავიდან რო შემოდიოდის მოვიწყდებოდა მაგის თქვა. კარგი, ბარბარე, შენ? მე ჯერ კურდღელი. კურდღელი. არა, ბაჭი ან ბანი ვიცი, მაგრამ კურდღელი არა. მარიამ. მაჯიდა მოთქვას. კარგი. მე ყველაფერზე ძალიან გამიჭირდა tidy your room. მას მე ყველაზე მეტად გამიჭირდა wardrobe. მარიამ, მოდი შენგან დავიწყოთ. მინდა რომ ჰუმანური კუნძული დაახასიათო სამი სიტყვით. მას მხიარულია, ძალიან კარგი გარემოა და სიკეთით არის ავს. დიდი მადლობა. ჩემი აზრით ჰუმანური კუნძული არის ძალიან კარგი, ბავშვებს ძალიან კარგად ასწავლიან მასწავლებლები და ძალიან მომწონს მე აქ ყოფნა. ჰუმანური კუნძული არის ჭკუის ასწავლებელი, კარგი მასწავლებლები ყავს და კარგი გარემოა. ძალიან მიხარია. ჰუმანური კუნძული არის განათლებისთვის, კიდე არის სახალისო და მხიარული. საბა, რა განწყობა გაქვს ხოლმე ჩვენთან მოსვლამდე? გიყვარს აქ მოსვლა თუ გეზარება ხოლმე სანამ მოხვალ? მას აქ რომ მოვდივარ, სულ ხალისით მოვდივარ ხოლმე. ქართულზეც, ინგლისურზეც და ისტორიაზეც რომ მოვდიოდი ხოლმე. კლუბზე განსაკუთრებით გიხარია, ხო? მას და სულ ხალისით მოვდივარ. ძალიან მიხარია.
მას მე რო აქ მოვდივარ ძალიან დიდი სიხარულით მოვდივარ და მას ერთ სული მაქვს როდის მოვა ოშაბათი და პარასკევი და მას ის ისტორია რო დამთავრდა ძალიან გული დამწყდა. მეკნებ გავაგრძელოთ კიდეც. მადლობა. მე მომწონს ჰუმანურ კუნძულზე ძალიან გარემო და ბევრი რაღაც. იხარია ხოლმე აქ მოსვლა? ძალიან, აი ეზარება ხოლმე. არა მეზარება ძალიან მიყვარს და მე მომწონს ყველაფერი აქედან აი ეს ყველაფერი. ძალიან მიხარია. ერთი სული მქონდა როდის მოვალ ხოლმე 5 საათზე ვემზადები და ვებნები დიდას რომ მივდივარ. წასვლა რო აღარ გინდათ ხოლმე? ეგეც 5 წუთი რო გევნები დაგმე. მაინტერესებს ანა მარია. რა გინდა რომ მომავალში გამოხვიდე? მსახიობი. მსახიობი. მასწავლებლობაზე გიფიქრია? არა? კი, ხელოვნების მასწავლებლობაზე. შენ რომ მასწავლებელი იყო, რას გააკეთებდი? ბავშვებს ვასწავლიდი, როგორ უნდა გააკეთონ სიკეთე და როგორ იყვნენ მხიარულები ერთმანეთის მიმართ. კარგი, ბარბარა შენ? მე მინდა რომ გამოვიდე ინგლისურის მასწავლებელი და მინდა რომ მერქოს ნინი თქვენსავით. დიდი მადლობა. მას მე ვოცნებობდი რომ გამოსული ისე წავსულიყავი ინგლისში და მასწავლებინა ინგლისური ენა. აჰა. მე ჩემი აზრით შენ აუცილებლად გამოგივა თუ მოინდომებ. მას მე პოლიცია მინდა გამოვიდე. შენი აზრით რატოა ინგლისურის სწავლა საბასაჭირო? გამოგადგება მაგ პროფესიაშიც? დიახ, მას ინგლისური ყველაფერშია საჭირო. ყველა ქვეყანაშიც საჭიროა და ყველგან. მარიამ, შენ რას ფიქრობ, რატო უნდა ისწავლონ ადამიანებმა ინგლისური? მას ინგლისური სადაც გინდა წახვიდე გინდა გერმანიაში ყველგან მას ყველა თითქმის ინგლისურად ლაპარაკობს მას და ყველაფერში საჭიროა ინგლისური. საერთაშორისო ენაა და ყველგან გამოგადგება, ხო? მართალია. მე ის ძალიან მომწონს. თვითონ ინგლისური ენა მოგწონს? დიახ და რატო უნდა ისწავლონ არა ადამიანებმა? იმიტომ რომ სადაც გინდა მართლა წახვიდე, ყველგან გჭირდება მით უმეტეს უფრო ინგლისში და აი ვინმე საქართველოში რო იყოს ჩამოსული ინგლისელი, უნდა უთხრათ hello ან ეგეთი რამე. კარგი. ზოგადად ინგლისური არის ყველა ქვეყანაში საჭირო, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე, თითქმის ყველა ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად და რომც არ დაგჭირდეს ინგლისურად ლაპარაკი და რომც არ ილაპარაკო, მაინც ენა არის თვითონ კარგი რა და მაინც უნდა ისწავლოს. რა გინდათ რომ ჰუმანურ კუნძულზე მოხდეს ისეთი მომავალში, რაც ახლა არ არის? ანა მარია. რა ვიცი, ყველაფერი გვაქვს ჰუმანურ კუნძულზე. თამაში, გართობა და მინდა რომ დაგვიმატოს კიდე 1 საათი. გავითვალისწინებ. მე მინდა რომ დაგვემატოს ჰუმანურ კუნძულზე. სწავლა არის, ყველაფერი არის, მაგრამ მინდა რომ 1 საათი ნახევარი ჩაგვიტაროს, სულ აი მინდა რომ აქ დავრჩე ხოლმე. ესე იგი დრო არ ყოფილი. ისე მიყვარს. გასაგებია. მას მე მინდა ჰუმანურ კუნძულზე დაგვემატოს რომ აი 1 საათი ხო გვაქვს და 1 საათში მარტო ტესტებს ვასწრებ მას და თამაშს ვერ ვასწრებ და მე მინდა რომ 3 საათი გქონდეს 1 საათი ნახევარი ტესტებისთვის 1 საათი ნახევარი კიდე თამაშისთვის. გასაგებია. საბაშა? შენი მოთხოვნაც ეს არის? მას მე მინდა დაგვემატოს რომ ყოველ გაკვეთილზე რო ვისწავლით სიტყვებს ან რო წავიკითხავთ დრო დაგვემატოს კიდე 1 საათი და 2 საათი ჩაგვიტარდეს 1 საათი ვისწავლოთ 1 საათი ვითამაშოთ. აჰა. გასაგებია. რას ეტყოდით ბავშვებო? სხვა ბავშვებს რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და რატომ უნდა იარონ? მას აქ იმიტომ უნდა მოვიდნენ რომ მას აქ რასაც ჩვენ სწავლობთ მინდა რომ ყველა ბავშვმა ისწავლოს. აქ მე ძალიან კარგი განათლება მივიღე მას. ადრე საერთოდ 2 სიტყვა ვიცოდი how are you და my name is Mariam და ეხლა კიდე უფრო მეტი სიტყვები გავიგე და რაღაცები. ძალიან მიხარია. მას აქ იმიტომ უნდა მოვიდნენ ბავშვები ისწავლონ ინგლისური, ქართული და ყველა საგანი საერთოდ და მე მიყვარს უფრო ინგლისური აქედან.
ჩვენ რო აქვს სწავლობთ და კარგად ვაკეთებთ ყველაფერს, ბავშვებს მიეცემას სტიმული, რომ ჩვენთან ერთად მოვიდნენ და ისწავლონ კარგად, იმიტომ რომ არის მხიარულობა სულ და სულ კარგად ესე რომ მოვდივართ ხოლმე, სულ გვიხარია. ძალიან მიხარია მეც. საბა. სხვა ბავშვებმაც უნდა მიიღონ განათლება, უნდა ისწავლონ ინგლისურიც და ქართულიც კარგად. მერე შეიძლება ახლა დიდად არ გამოადგეს, მაგრამ მომავალში გამოადგება. მე აქ სანამ მოვიდოდი, ძალიან ცოტა სიტყვები ვისწავლე და აქ რომ მოვედი, დავემატა ძალიან ბევრი სიტყვა. ისინი რაც აქ ვისწავლეთ, მერე სკოლაშიც გქონდა ის დავალება და აღარ გამიჭირდა. ძალიან მიხარია. მე რა რჩევას მომცემდი? რა მოხარ არის რაც უნდა გამოვასწორო ან სხვანაირად გავაკეთო ხოლმე გაკვეთილებზე? არა, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერს კარგად აკეთებთ. დიდი მადლობა. ბარბარე. ჩემი უწფელად მინდა რომ მითხრათ რჩევები თუ რამე გაქვთ, აბა მოიდაფიქრდით. ჩემი აზრით ჰუმანური კუნძული მე ძალიან მიყვარს. ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს, ეს მინდოდა და მეთქვა სულ და რავი, დედაჩემ მეუბნება სულ რომ უნდა გამოგიყვანო მაშინებს ხოლმე და სულ მეუბნები არ გამოვალ მეც კი მაინც ვივლი მე. დღით მასწავლებელი გახდა, როგორი მასწავლებელი იქნებოდი? როგორი და არანაირი მკაცრი ბავშვებს დავაკვირდებოდი, რომც ცუდად მოიქცნენ, მაინც თქვენეირად კარგი ვიქნებოდი და თქვენეირად ლამაზი და მშვენიერი. შენ ხარ ულამაზესი და უმშვენიერესი. მაგალითად მე რომ მასწავლებელი ყოფილიყავ მას, ჩვენ რო გვაქვს მწვანე ბარათები მას და ერთი დღე რომ ბავშვს რაც უნდა იმას აკეთებთ მას, იმასე მოვიქცეოდი მას და ერთ პატარა რაღაც თამაშს ჯეირანს ვათამაშებდი ბავშვებს და ვინც მოიგებდა მას, მაგალითად საბარო ამბო მიტყოდა რომ მთელი გაკვეთილი ვითამაშოთ მას, მასე გავაკეთებდი მას. აჰა. მე რა რჩევას ხომ არ მომცემდი მარია? მას ცოტა დრო რომ იმას დავუთმოთ თამაშს. ცოტა მეტი დრო დავუსმოთ კიდე თავი. და მას ნახევარ-საათი რომ მოვამატოთ. გასაგებია. მე ერთი დღით ვიყო მასწავლებელი, ბავშვებს კაცრად არ მოვექცეოდი, ბავშვებს მთელი დღე ვათამაშებდი, კიდე თამაში ვასწავლიდი სიტყვებს ერთმანეთთან მეგობრობას. მე რა რჩევას ხომ არ მომცემდი საბა? არა, მას ერთი რჩევა მაქვს, რომ დრო დავამატოთ. კარგი, დიდი მადლობა ბავშვებო, ძალიან კარგები ხართ.